მოვისმინოთ არაბული მხარის წარმომადგენლის ალაბარის ასე ვთქვათ ინტერვიუ, რომელიც მან 2 დღის წინ იმედს მისცა და იქ ყველაფერს ღიად საუბრობს და მოდი ეს მოვისმინოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს მოვასმენიოთ და მე უკვე გავაგრძელოთ ამ თემას საუბარი თუ რა პროექცია რეალურად საუბარი და რას ნიშნავს, რასაც ის გზავნილები, რასაც ეს ადამიანი აღღერებს. რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის ნახევარი 60%-იც საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა. ქართველებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელთაც ეს ქვეყანა მოსწონდა უყვართ, ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შესაძლოა აქ საცხოვრებლადაც გადმოსვლა სურდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც გახლავთ თანამედროვე ახალი დასახლებების შექმნა. ყველაფერი, რასაც შვილებს პირდებით უნდა ავასრულოთ. პასუხისმგებლობა ჩვენია, რომ ეს ცხოვრება ლამაზი გავხადოთ. საინტერესო ხედვა. ცხადია, მას არ უთქვამს, რომ საქართველოს რამე ემუქრება, მაგრამ რაც მან თქვა, ასე ვთქვათ, ყველაფერს სწორად გაგება უნდა, ხო? 60% გაიყიდება არაბებზე, რაც აშენდება, დანარჩენი 40% არ ვიცი, ხა საქართველოს მოსახლეობა პირიქით იქით გარბის და ყოველ მეორე სახლს განსაკუთრებით რეგიონებში იყიდება აწერია და ამიტომ ხა არ ამგონია ეკვინმეს ადგილობრივ რამის საყიდელი ფული კონდეს და რაც თავარია 30000 მუშახელი. ნუ მეტი ალბათ არც დაჭირდებათ, ხა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 30000 ადამიანის აქ ჩამოყვანა, რომელთაგან რამდენი დაბრუნდება მე უკან არ ვიცი, ეს ძალიან დიდი ციფრია. ვისაუბროთ რაზე, რომ სად არის აქ საქართველოს ეროვნული ინტერესი. რას იღებს ამით საქართველო? მე არ გულისხმობ ხელისუფლება გასაგებია რასაც იღებს. საერთოდ არ არის საქართველოს ინტერესები, ეს არის საქართველოს პირიქით ინტერესების გაყიდვის პროცესი. იმიტომ რომ ეს მაგალითად არაბული კომპანია არის კოლოსალური ფინანსების მქონე, რომელიც პრინციპში არის სახელმწიფო კომპანია. ანუ ეს არ არის ცოტა არ იყოს საქართველოში უყვართ ხოლმე ეგრე წარმოდგენა კერძო კომპანიები გონიათ რომ მართლა კერძოა, მაგრამ სინამდვილეში რეალურად მდიდარი კომპანიები არასდროს არ არის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი კომპანიები. ყველა კერძო პირი, რომელიც არის რაღაცა კოლოსალური თანხების მქონე, ის ადამიანი არის რაღაც ფინანსური იმ ქვეყნის ელიტის წარმომადგენელი, რომელსაც სახელმწიფო აპარატი პირიქით ზურგს უმაგრებს და მისი ბიზნესი და მისი შესაძლებლობები იმ ქვეყნის ინტერესების გაგრძელება, ხო? ამიტომ ეს არაბული კომპანია არის პირდაპირ არაბული სახელმწიფო კომპანია, რომელიც თავის ინტერესებს სხვა ქვეყნებში ასეთი კომპანიების მეშვეობით ახორციელებს. ანუ ის რაც შეუძლებელია სახელმწიფომ გააკეთოს სხვა ქვეყანაში, კერძო პირს შეუძლია. შესაბამისად, სახელმწიფო კერძო პირს უდგას ზურგში იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში რაღაც თავისი ინტერესები გაატაროს. ეგრე ხდება ზოგადად, ეგ ჩვეულებრივი პროცესია და ამ შემთხვევაში იგივე მოცემულობა, ამიტომ არაბული კომპანია აქ რომ თავის ქალაქებს აშენებს და დებს ინვესტიციას საერთოდ ბევრს არასწორად ეს ინვესტიცია გონია ფული გაჩუქეს. ინვესტიცია გონია რომ აგაშენეს და წავიდეს. საერთოდ აქ ჩვენთან აღიქმება ინვესტორი უკვე ავტომატურად და ნორმალურ ქვეყნებში არსებობს რაღაცა ძალიან მკაცრი ფილტრი, ანუ სანამ იმას ინვესტორი დაერქმევა, სანამ იმას შეუშვებენ თავიანთ ასე ვთქვათ სივრცეში, სანამ იქ რაღაც აშენების თუ რა მიმართულებითაც შედის ოპერირების საშუალებას მიცემენ, ის ძალიან თულ გზას გადის. ეს ჩვენთან არის, რომ თუ ესე იგიო მახსოვს სხვათა შორის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ადამიანებს მამაპაპისეულ მიწებს ართმევენ, იქაური გამგებელი ეუბნებოდა ამ ადამიანებს, რას ამბობთო? ინვესტორსო უნდა ვეფეროთო და ინვესტორს რატომ უნდა ეფერო, კაცო, ანუ ინვესტორი
შენ რა გაქვს მოსაფერებელი, ის შემოდის და იმას თავის ინტერესი აქვს, ის პატივი კი არ გცადა. საერთოდ მან წესი ფული კი არ გაჩუქა. ფული გაჩუქა კი არა, სიამოვნებაში მეტი მოიგო. ანუ საერთოდ ნებისმიერ გარიგებაში არსებობს წესი. ნებისმიერ გარიგებაში ერთი მხარე არის ყოველთვის უფრო მოგებული. ანუ არ არის ეგეთი, რომ ორივე მხარე თანაბრად მოგებული რჩება ეგ ვიღაცებს ძალიან ეგრე უნდათ ხოლმე ის როგორ წესი ის მხარე მოაჩვენებს ეგრე ვინც მოგებულია, მაგრამ სინამდვილეში ყველა გარიგებაში ერთი მხარე ყოველთვის უფრო მოგებული. ხო და ინვესტორიც როცა შემოდის, ხო, რა თქმა უნდა, შემოდის იმისთვის, რომ უფრო დიდი მოგება ნახოს. ანუ სინამდვილეში აქ რა ტერიტორიასაც ყიდულობს, ის შემოდის თავისი მყიდველით, ანუ არაბებს უნდა თუ ყიდვა, ეხლა ჩვენ ხო ვიდეო ვაჩვენეთ და პირდაპირ ხსნის, რომ მათი ეს პროექტი გათვლილია იმაზე, რომ არაბები ეხლა იქ რა თქმა უნდა ახსენა, რომ ნებისმიერ სხვასაც შეუძლია, მაგრამ ესენი სხვაზე ვერ გათვლიან. ამათ გათვლილი აქვთ არაბებს. არაბებს მაგათ ყველაფერი ჩამოყავთ, მუშაც თავის ჩამოყავთ, ყიდველიც ანუ ყველაფერი თავის. ყიდველიც თავის ჩამოყავთ, მშენებელი, მუშა, ყველაფერი თავის ჩამოყავთ. აქ უბრალოდ იყიდეს ტერიტორია. ხო, აქ რო ჩამოყავთ, თან რა თქმა უნდა ისინი რო ჩამოვლენ და აქ იყიდიან ფართს, რა თქმა უნდა აქ იღებენ თელ რიგ უფლებებს. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით იღებენ ჩვეულებრივად ცხოვრების უფლებას. ხო და ეგ რა თქმა უნდა არის თავიდან ბოლომდე არაბული მხარის ინტერესებში, ანუ მათ ინტერესებში შედის ეს ყველა. ანუ ისინი რჩებიან მოგებული. ამ გარიგებაში თუ საკითხს დავაყენებთ, აი სუფთა ეკონომიკის ჭრილში, ხო, რაც არის ძალიან ცუდი კუთხით ამ საკითხის შეფასება, არასრულფასოვნად შეფასება ამ საკითხის, მხოლოდ ეკონომიკით რო შევაფასოთ და მხოლოდ ციფრებით. ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში შემოვა ძალიან დიდი თანხები არაბული თავისი გავლენებით როგორც პოლიტიკაზე, ასევე ბიზნესზე, საინფორმაციო საშუალებებზე და ყველაფერზე, ხო? ანუ შემოვა უზარმაზარი თელი აი ასეთი ახალი ძალა, ასე ვთქვათ, ხო? რაც გრძელვადიან პერსპექტივში მთელი რიგი ეკონომიკის მიმართულებით პრობლემებს გულისხმობს. ანუ ეხლა ჩვენ თუ საკითხს ისე უყურებთ, რომ ეხლა ზოგი მაგალითად ეგრე აფასებს ხოლმე, რომ ფული რო შემოვიდა ეკონომიკისთვის, ეგ უკვე კარგია. მაგრამ სინამდვილეში ეკონომიკა ეგრე არ მუშაობს. ეკონომიკა არის მიბმული სხვადასხვა სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე. აი მაგალითად, თუ ქვეყანაში არ მუშაობს უსაფრთხოება, თუ არ არის უსაფრთხო ქვეყანა, ეკონომიკაც ეს ურტყავს. ხო, ანუ თუ აი მაგალითად გარემო ნაკლებად მომხიბვლელი გახდა, ხო, ეგ რა თქმა უნდა ეკონომიკაზე მომავალში გრძელვადიან. შეიძლება იმ მომენტში უცბად ფული გაჩნდა და ციფრებში აისახა ძალიან კარგად, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივში სინამდვილეში ეგ არის არანაირი რაღაცა ეკონომიკის ზრდას არ გულისხმობს თავისთავში, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი ტიპის ინვესტიცია, რომელიც არის რაღაცა წარმოების საშუალებების შექმნა. ეს არ არის რაღაცა ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ჩადებული ინვესტიცია. ეს არის უბრალოდ ტერიტორიის ყიდვა და მოსახლეობის შემოყვანის საერთოდ ინვესტიციაც კი არ უნდა დაერქვას. მე რომ მკითხვა ამას, რომ ინვესტიციას არ ქმნიან, ხო, ეგ გარკვეული თვალსაზრისით მანიპულაცია, იმიტომ რომ ეგ არ არის ინვესტიცია. ეგ არის სიამდვილეში აქ ტერიტორიები იყიდეს, რომ იმისთვის რომ ჩამოასახლონ ხალხი. ხო, ეგ არის ძალიან ცუდი გარიგება. აი თუ კი რამე გარიგება შეიძლება იყოს თლიანად წამგებიანი ჩვენი ქვეყნის, საერთოდ მოგების ნაპერწკალიც კი რომ არ ჩანს,
ეს არის ერთ-ერთი ეგეთი გარიგე. ის სხვადასხვა ეს და გუშინ ჩვენ საუბრობდით რიონის ხეობის ენკარო შემოვიდა და კი. ეგ იყო კაბალდური ხელშეკრულება, რომელიც თვითონ აღიარეს მერე. კი, ნუ ეხა ეგ სხვადასხვა განსხვავებით ამ 7 მილიარდიანი რაც ციხილი მოეწერა და რასაც საგულდაგულოდ ასაიდუმლოებენ, ის ხელშეკრულება ვნახეთ, ხო? და ვიცოდით, რომ ეს იყო კაბალური ხელშეკრულება, მაგრამ აქ რაც კი მალავენ, მაგრამ აინჟონავს ეხა, ხო? აგერ ამ ადამიანმა არაფერი არ დამალა ამ არაბმა, ყველაფერი თქვა, რომ 60% გაიყიდება ცხოველებზე და მუშახელი იქნება მაგათი. ანუ ეს გამოჟონილი და ეს მარტო აისბერგის თავია, ეხა ჩვენ რასაც ვიგებთ და იმ ხელშეკრულებაში თუ რეალურს მე სხვა შორის ეხა რომც გამოაქვეყნონ, ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ ეგ არის სრული ვერსია, რასაც მართლა ხელი მოეწერა. აი მართლა რეალური ხელშეკრულება რომ გვანახონ, ეხა რაც მოვისმინეთ, რაც იქიდან ჟონავს, რა გაცილები თუ არის იქ. ეგ პატარა მონაკო, რასაც ვხედავთ, ეგ იმდენად ნეგატიურია და იმდენად კაბალურია, ხა რაც ამ ადამიანმა თქვა. ესე იგი 60% მაგათ მოქალაქეებზე გაიყიდება, მუშახელი მაგათი იქნება, ჩვენი ინტერესი რაშია, ხო? ანუ კაბალურიც არ ქვია ამას. ეგ არის, არ ვიცი, საზიანო. თავიდან ბოლომდე არის ერთი დიდი საფრთხე. აქ გვექნება ორი მინიმუმ არაბული დასახლება. 30000 მუშახელი ირაკლი, აი რო წარმოვიდგინოთ, რავი, 30000 საქართველოში არის დიდი ქალაქია, კაცო. ანუ რავი, დაახლოებით, სენაკი, არ ვიცი რამ ხელა ზუსტად ეხა მოსახლეობა არ მაქვს, დაახლოებით გორის ხელა ძალიან დიდი ციფრია საქართველოს ხა შეიძლება ჩინეთში ერთ სოფელში ცხოვრობდეს 30. საქართველოში თან ამ დემოგრაფიული დინამიკის გათვალისწინებით ეს არის ძალიან დიდი ციფრი. აი უყურე რამდენ საფრთხესთან არის ეს დაკავშირებული. ჯერ ერთი. თვითონ პროექტები ხო უკვე წარმოადგენს როგორი ტიპის ქალაქია საუბარი. ქალაქია იქნება ძალიან ძვირად ღირებული იმ გაგებით რომ აი ადამიანს ყიდვა რომ მოუნდეს მან ფართის ხო იქნება ძალიან ძვირი. როგორც თქვა რომ აი არაბეთიდან მოუნდება ხალხს აქ საცხოვრებლადაც გადმოსვლა. ანუ გადმოვლენ ისეთი ადამიანები რომლებიც შეძლებულია. ანუ ფული აქვთ. ეგეთი ადამიანები გადმოვლენ საცხოვრებლად. რაც თავში ძალიან სერიოზულ პრობლემებს გულისხმობს დამატებით. მხოლოდ ის კი არა რომ რაღაცა რაოდენობა ორი ქალაქი, უпростоრად, ორი ქალაქი შენდება, ორი ქალაქი ადამიანი რო გადმოსახლდა. ეგ ხო თავისთავში უკვე კატასტროფაა. ეგ თავისთავში გულისხმობს უზარმაზარ საფრთხეებს. იმის მიუხედავადაც კი, რომ აი ძალიან შეძლებული ხალხი რომ არ ყოფილიყო ისინი, ვინც გადმოსახლდა, მაგრამ დამატებითად კიდე აათმაგებს მაგ პრობლემას ის ფაქტი, რომ აქ უნდა გადმოვიდნენ საცხოვრებლად შეძლებული არაბები, ხო? რაც გულისხმობს იმას, რომ შეძლებული თუა, ეხლა რა თქმა უნდა, უფრო გავლენიანი იქნება ზოგადად ეგ ხალხი. თან ეხლა ბოდიში თუ მან ამ ხელისუფლების პირობებში მოახერხა ის, რომ იყიდა ამ ხელა ტერიტორია და ქალაქი ააშენა. რატო გაჩერდება? ქალაქის რომ ააშენა. რატო გაჩერდება მაგის არ გაჩერდება. გარკვეული თვალსაზრისით ისინი ამას უყურებენ როგორც იდეოლოგიის გავრცელების პროცესს და მათი იდეოლოგიის გამარჯვების პროცესს. ანუ სხვა ქვეყნებში დემოგრაფიული უპირატესობის მოპოვება ეგ არის ერთ-ერთი მათი სტრატეგია. ანუ იქ რომ ჩასახლდნენ და იქ რომ დემოგრაფიული სურათი შეცვალონ სათავისოდ, ეგ ერთ-ერთი სტრატეგია.